გამარჯობა, ეს არის კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს. იციან უკვე. იციან, მაინც ვახსენებ, ზოგადად შეიძლება არ იცოდეს. ეგრე არ არის, შენ ძალიან დიდი. მართალი ხარ, მართალი. დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემ თავზე. მაგრამ ჩემზე იციან, რომ მე ვარ მარი ბოლქვაძე. ეგრეა კი. კი. როგორ ხარ? კარგად. ესე კარგად ის რო იწყებს. საქართველოში ხო ეგრე გეუნებიან ხოლმე. როგორ ახარ? კარგად. და რა არ გჯერა ხო? ხო, არ გჯერა. სახე სხვას გეუნება და სიტყვა სხვას, ეგრეა. ნელა. კიდე რა არის? კომსა. სხვათა შორის ის არა ქვია, სანამ ჩვენ ერთმანეთთან ამ ლაპარაკს დავიწყებდეთ ერთმანეთის მოკითხვას, ვითომ არ ვიცით როგორ ვართ და ეხა გვაინტერესებს, მანამდე იქნებს ჩაიხედო და ერთი Facebook-ში რა მოგწერა ხალხმა ნახო. ხო, წინა უკაცრავად. სანამ შეხვა ჩათეჩილი გაქვს რა ვისარგებლებ და ისა რა ქვია, ძალიან დიდი მადლობა ასეთი აქტიურობისათვის Facebook-ში, ძალიან ბევრი წერილი მოგვივიდა, ფოტოებიც მოგვივიდა, ესეც პირველად არ მომხდარა, მაგრამ მაინც შედარებით ბევრი ფოტო მოვიდა, ამაზეც დიდი მადლობა და მადლობთ საერთოდ რომ გვეურთიერთებით. კარგი. კარგი. ესე იგი, ეს ჩელენჯი ჩვენ რაც თქვით, მაგალითად 10 რამ რაც გაღიზიანებს, აი ესეთი შედეგი გვაქვს. აღიზიანებთ მძაფსუნიანი საჭმელი ტრანსპორტში. ესეთი შედეგი გვაქვს, ესენი გამოგვიგზავნოს, ხო? ხო, აი მაგალითად ჩამოგიწევი თავისი ვერსიები ამ ხო, მე? ხო. პირველი მძაფსუნიანი საჭმელი ტრანსპორტში. მე შემხედრია მაგალითად. მე შემხედრია სხვათა შორის, მაგრამ მე უფრო შემხედრია სადაც დიდ დისტანციაზე რომ მიდიხარ. ანუ თქვა 6-7 საათი რომ გზავრობ, ანუ 5-4. მაშინ უფრო შემხედრია ეგეთი მძაფსუნიანი საჭმელი. რა სუნი გქონდა? თევზი იყო? თევზი გქონდა, გეტყვი ახლავე. რისი სუნი? აი რაღაცა ისეთი, აი როგორ გითხრა, თევზის, ხო? რა თევზი იყო ვერ გამოიცანა? სადღაც აი ვობლასა და სკუმბრიას შორის იყო რა, ალბათ სუნით თუ იმსჯელებთ. საღეჭი რეზინის ღლაჭუნიო მოგწერეს. ღლაჭუნი? მაღიზიანებს. ეგ ბიჭი იყო თუ გოგო მომწერა ხო რიცი? აი არ მახსოვს, მაგრამ გადავავალებ მე თვალს. ბიჭია მგონი. ისე არადროს არ გამიგია ბიჭისგან მე, მაგითო ვამბობ, რომ მე როგორ აღლაჭუნებს სარეჭ რეზინს აი ეგეთი ფრაზა არ გამიგია. გოგოები ამობენ ხოლმე, მე შენ არ გაღიზიანებ, შენ ხო ბიჭი. ან რას აღლაჭუნებს არ გამიგია? აი გვერდით რო გიზის, მაგალითად კინოთეატრში. მე ხარ და უსმენ რაღაცას, უყო ჩართული ხარ და უცბად აქედან ესეთი რამდენი მაგალითი შეიძლება მოეყვანა, ხო? მაინდამაც მაგალითად კინოთეატრში თან. კინოში კი არა, კინოთეატრში. ეთყობა შენ ესეთი ხო, აბარა. უკვე კუსტრის ქალი ვითხარ. ხო. და შენ წარმოვიდგენე, რომ შეხვალა საქმეში მე რა წარმომიდგენია უკვე. ხო, შეიძლება. კიდე რა აღიზიანე. კინოთეატრში რომ შეხვალა წარმოვიდგენე გვერდზე გიზეთ, ვიღაცა კევს ახლაჭუნებს. აი რა ეგრე თქვი ხა. მე ისე რას ფიქრობ, იცი კევის ღლაჭუთან დაკავშირებით? იმას რომ აი ხო არის საქართველოში რომ ამბობენ ხოლმე რომ ჯერ ბიჭზე რა შესახედავია და გოგოზე ხო ვაფშეტო და ეს კევის ღლაჭუნი ეგეთი არის? თუ ორივეზე ერთნაირად გამაღიზიანებელია? ჩემთვის ერთნაირად გამაღიზიანებელია, არ ვიცი. შენ ვიც ღლაჭუნებია, გინ გოგოს, ხო? ხო, რა თქმა უნდა. კარგი, და რა არის ისეთი რაც ბიჭზე ცოტა უფრო მოსულა და გოგოზე კატასტროფულად გაღიზიანებს? აი მაგალითად ხა გოგომ რო გაიაროს და გადაიფურთხოს, ძალიან გამაღიზიანებს. ბიჭებმა შეგვაჩვიეს ეს უკვე კაცებმა და გოგო გაღიზიანებს, იმუნიტეტი გაქვს. იმუნიტეტი გვაქვს, სამწუხაროდ კი. ანუ გოგო რომ გაიაროს ესე ან კბილებში ესე გაღიზიანებს, ხო? ესე iPhone 6-ით რომ მოდის, ხო ხტები რა? ესეთი. მაგარი შესახედი იქნება. ბიჭები მაინც ესე იღებენ. ბიჭები დაჟე ასიღენ ისი ერთიო, აი. ხო, ბიჭება შეგვაჩვიეს გეთანხმები და გოგოებზე მართლა უცნაური იქნებოდა. ხო. ეგეთი რამე. კიდევ ბიჭთმა რომ აქვს ესეთი გრძელი, სახეს რო უფაროს, თვალებს უფრო ხშირად და აი ეს ჩვევა რო აქვთ, რო იწევენ და გვწერენ ცხენივითო. ცხენივით არიან ხო? ცხენები ესე შვებიან ხო? ალბათ. ეს იპოდრომის ცხენები შვებიან. არა მგონია რა. ისე რა, ცხენებზეც კი ისე. იპოდრომის ცხენები. ნუ იცი როგორ რაღაც მოხდა, ეხლა მაგაზე გამახსენე. იპოდრომის ცხენი მართლა ეგრე შვებოდა. ძალიან სვეცგად თან. ანუ კახეთში ვიყავით ხო რა? ტრამირებული ცხენი. გითხრა. ერთი წელი კახეთში ვიყავი და ნუ როგორ იყო იცი რომ იქ უნაგირიც არ ჭირდებოდა არაფერი და რო ეტყოდი, აჩუ ეს ცხენი მიდიოდა.
და ჩვეულებრივად, ცხენზე ვიჯერ. რა თქმა უნდა, ჩამოვედი, მე ძალიან შევეჩვენე ცხენებს და ხოლმე მამაჩის პატარა ვიყავ მაშინ, რომ წამიყვანე იპოდრომზე და ცხენზე დავждები. ჯერ ხო ძალიან დიდი ცხენები იყო და ხაი. და რომ დავჯექი და ესე აჩუ რა უთხარი, როგორ ამხედა იცი? როგორ გეკადრება? არა რა, ესე იგი. აჩუ ნო რა, და გაჩერდა რა. მე არ ვიცი, მე მივიდა მითხრესო სანამ ამას ლამის ლატეს არ მიარქმევ და არ ეტყვი რომ ბორხეს წავედით. ხო არ გაინცრა. ეგეთი პონტია რა და რაღაცა ხო და ეგ ცხენები ესე შრებია. კი. მაგრამ ბიჭებთან დაკავშირებით მე შეიმჩნევია ეგ გრძელით მაგრამ რო აქვს ესე რო აკეთებს, კაი, მაგრამ რო შეიჭრის, მაგრამ ჩვევად რო რჩებათ მე წლების განმავლობაში. ხო, ანუ მე რო ვაკეთებდე ხა ესე ხო? ხო, ესე რო აკეთებდე. ხო, ანუ რაღაც გეგონება რომ პრობლემა აქვს ადამიანს, მაგრამ მაგრამ ისე გრძელით ხმები ხა აღარ არის ერთ მოდაში როგორც ადრე იყო. ადრე იყო მაგარ მოდაში. ადრე ძალიან. ადრე მოდაში ხო იყო და ეხლა ვისაც აქვს გრძელით ხმები დაკვირებული ვარ რომ ისინი სალონში ივარცხნიან. ბიჭები ძალიან ბევრი კი. შეიძლება რატო ცუდია მე? არა. როგორ გეკადრე რატოა ცუდ მშვენიერია მე ძალიან მომწონს. ხო. გაიზარდე შენც და შეგიძლია იარაღო. მომწონს ბიჭები დავარცხნილია. შეიძლება მომეწონოს რა პრობლემას ხედავ. დილით რო იყვიცებ რა. შენი შეყვარებული როა და სარკესთან როდგა და რო ივარცხნი. აი მომწონს? კი, კაი, რაც უფრო მეტად მოუგლის მამაკაცი თავს. სავარცხელზე რო ჩხუბობთ. ხო. მაგას თავისი რო აქვს და მე რო შენზე დიდხანს თუ ივარცხნის? ნუ არ ამგონია რომ ჩემზე დიდხანს ივარცხნიდეს თმას. ილო. კიდევ რა აღიზიანებთ? ვაჟა-ფშაველა ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე ეს ტიპები მაგაზიანებსო? ამას რო კითხულობენ. ესე იგი, რამდენი ტიპი არსებობს, რომელიც რეებს აკეთებს და ამას მაინდა-მაინც ესაღიზიანებს. ვაჟებს სხვა არასხვანაირი არ არსებობს, აი ესეთი. ხო, ეგ არის. გემოვნების საკითხია რა, როგორ გადაღიზიანებს. როცა არა, მაინც ეგ საინტერესო რაღაც, ანუ ამას აღიზიანებს ტიპები რო კითხულობენ, ანუ ვაჟა-ფშაველა ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე, ხო? და მაგაზე ერთი ისტორია რა სიტუაციაში კითხულობენ ხოლმე შენია? ხო და მაგაზე ვფიქრობდი ახლა და იცი რომელი სიტუაცია მე მგონი? აი სამსახურში რო ახალი თანამშრომელია მოსული, ხო იცი და თავის გამოჩენა რო უნდა. ხო. და ნუ ოღონდ რამე იკითხოს, ოღონდ რამე გამოავლინოს და ესე რო შემეხება, უკაცრავად ახლა რაღაცას და ვაჟა-ფშაველა ერთად იწერება თუ ტირეთი უნდა? და რო ეუბნები რომ კი, კაცო, რა თქმა უნდა ტირეთი უნდა და რაღაცა და კარგი, მე მაინც გადავამოწმე. წავა, მე დირექტორს ეთქვის, ხო ხდები? რატო რომ მე სანამ 1000 ჯერ არ გადავამოწმე, ისი არ დავწერ. როცა დედა გეუბნება, შენი სამუშაო მაგიდან მოვაწესრიგე, დედიკო. აი ეს აღიზიანებთ. ეს არის როგორი რაღაც, იცი, მესმის. მეც მაგიზიანებს, იმიტომ რომ არა მარტო დედა, ვინც არ უნდა დაალაგოს ჩემი სამუშაო მაგიდა. ან რამე ჩემ ოთახში ხო? სამუშაო მაგიდა. რას აკეთებ ხოლმე იმ მაგიდას? თქვა? ხო. თქვა რას ვაკეთებ თუ თქვა ვისთან ერთად ვაკეთებ? ორივე მინდა. მე როგორ შენ შეგსხობა მაგას თუ ვიტყვი? ვისთან ერთად. ჩვენ ხო ერთად მუშაობთ, მარი. შესაბამისად რა? შესაბამისად ერთად მუშაობთ ხოლმე ჩემს სამუშაო მაგიდასთან. მაგიდაზე რა არის? თან მაგიდაში? მაგიდაში უფრო კარგია. ხო. მაგიდის ქვეშ. როგორი კრეატიულია. არა, რატომ ვიცი რომ მართლა ეხლა მაგას ეს რო გავანებოთ თავი ახლა ჩვენ ინტიმურ საკითხებს, მანდ ერთი რაღაცა არის რომ მართლა დედა რო ალაგებს ან ვინც არ უნდა დაალაგოს და შენ ხო შენ კი შეიძლება სხვისთვის არეულია, მაგრამ შენთვის დალაგებულია, იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ ეს აკეთებს, ის იკეთებს და ასე შემდეგ. და ვიღაცა რო დაალაგებს, შეიძლება მე ნუ ერთი რა აუცილებლად დედა კომპიუტერს გათიშავს სტეპსელი. ნუ ეს გრძელდება ბევრჯერ, ბოლოს ეს კომპიუტერი გამოსაცვლელი ხდება, იმიტომ რომ არ შეიძლება კომპიუტერის სტეპსელიდან გამოთიშვა. გარდა ამისა, შეიძლება ყურსასმენები შენი შარვლებთან ერთად ეკიდოს სადღაც. არ ვიცი რა, ძალიან უაზროდ შემაწუხებელი ხდება, ამიტომ მესმის მე იმ ადამიანის, ვინც ეს დაწერა. შემდეგი გამაღიზიანებელი. შემდეგი გამაღიზიანებელი და ბოლო. გრძელი ფრჩხილი ნეკათიძე და მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ. დანიშნულებისამებრ, ანუ სად? შეგიძლია გვანახო როგორ უნდა მე ვერ გაჩვენებ, არ არსებობს. შენ არ ქონია გრძელი ფრჩხილი ნეკათიძე? გრძელი ფრჩხილი მქონია 10-ვე თიძე, მაგრამ მარტო ნეკათიძე გამორჩა. ესე გამორჩა. ხო და რა შვებიან ხოლმე, აბა?
არ ვიცი. შენ უბრალოდ ძირითადად კინოთეატრებში დადიხარ და გინა ხავს ეგეთი? იქ სხვაჯერ გრძელფრჩხილიანი ბიჭი ნეკათიძე ან გოგო არ შემხვედრია. ხო, არც მე თეატრში ნაკლებად წარმომიდგენია, ცალხელში რო ისუჭირავს ჭოგრიტი და ცალხელში რო გენიალნა. შესანიშნავი იყო სპექტაკლი. ბრავო! ეს თითქოს არ ამგონია რომ ეგრე იყოს. ხო. ეცანხმები. ხო, ნუ დანიშნული სამ გულისხმობენ რომ კარგი და მეორე ჩელენჯი იყო ტანის თამაშთან დაკავშირებით, ამ რას აუგზავნებდი შენ შეყვარებული. კიდევ ერთხელ თქვი სიტყვა ჩელენჯი გთხოვ. ჩელენჯი. კიდე კაი მისი სამუშაო მაგიდა აქ არ დგას. თორე. იესე გაგახსენე. Yes. და იყო ტანის თამაშთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ და ვაჩვენოთ. ტანის თამაში ეკრანზე თუ შეიძლება. აუგზავნებდნენ, აი მაგალითად. აუ აი ესე რომ კვარტალში უნდა გაიაროს ვაჟი მაგარი. მე მგონია შოკისგან ვერაფერს ვერ ეტყვია უკვე. ხო. შედეგი აქ ტანსაცმელზეა ლაპარაკი. არ ვიცი. ტანსაცმელი მაგაზიანის თუ მე ტანსაცმელზე მაგრა ის უფრო მაგაზიანის თუ აცვია ეგ. ტანსაცმელის. ოღონდ შეიძლება მეორეც არა მარტო ის პირველი. მართლა? ფრთებიანი ბოტასები რო. ჩელენჯს დაუბრუნდეთ გადაცემის ბოლოს, რაღაც ახალი მოვიფიქროთ კიდე. და იქამდე კი ისევ აქტუალურ თემებს შეგვიძლია. კიდევ თუ გითხავ სიტყვა ჩელენჯი. ჩელენჯი. გიშთები მაგას. კარგი, ღამის საათებში ხმაურის აკრძალვაზე კანონი შემოვიდა. აი ერთი. გაქვს შენი რაღაც მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. აი მე კურიოზით ხوار გინდა ჩემს. გაიხსენე, კი. აი, გეტყვი. ხმაურთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩემი აზრით. ხო. 40 დეციბელზე მაღლა თუ ხმაურობ და ისიც 11 საათის მერე, მაშინ ჯარიმდები. ეგ ვიცი რა. მაგრამ ის ეხა ხალხმა რო ყველა მხორის ის როგორც მეც ხوار ვიცოდი ეს დეციბელი რა არის ანამ არ ვნახე. ხო, როგორ განსაზღვრო რა, როგორ ვიცი. ხო და აი ეხა დაახლოებით გეტყვი რა არის ეს, მე დაუკვირდი მე ეს დეციბელები და მივხვდი რომ ესე იგი ქარის შრიალი დეციბელები თუ იმჟლებთ არის 10 დეციბელი. მართლა. ესე იგი 17 დეციბელი, 25 დეციბელია ყურში ჩურჩული რო იცოდე. 25 დეციბელი. და აი ცისანა სეფიაშვილი ხო იცი მომღერალი? როგორ არ ვიცი. ის რომ ღერის მაშინელი 23 დეციბელი. ხდები. ანუ 17 დეციბელი კიდე შეუულია ცისანა სეფიაშვილმა გამოიყენოს. თუ რა თქმა უნდა შეძლებს ამას. ხო? კიდე რა არის დეციბელებში? ხო, ესე იგი, და ნუ 40-ზე უკვე ჯარიმდება. კიდე მეტრო მაგალითად რა. მეტროს ვაგონი კი არა და რა ქვია იმას? მეტრო თვითონ რა. მეტრო? აუ ბიჭო, მეტროს რა ქვია? შემახსენე რა, მეტროს ვაგონი? ვაგონი, ხო. მატარებელი რომ მატარებელი, მეტროს მატარებელი. რა გინდა? რას მეკაჩერები ვარ? მატარებელი რა გინდა და აი, მეტროში მოკლედ როცა ამოხრუჭებს ეს მატარებელი 90 დეციბელია. ანუ წარმოიდგინე ესე იგი, ამდენი თუ 40-ზე ანუ მეტროს დამოხრუჭებაზე ნახევარზე ცოტა ნაკლებით თუ იხმაო, ნახევარზე მეტი თუ იხმაო, ისე ჯარიმდები. მივხვდი რა ხმა ესა? კი, მივხვდი რა ხმა, მაგრამ ავტობუსებს არ შეეხება, რომლებიც აი ეგენი საერთოდ უნდა გააჩერო. მაგათ დამოხრუჭება უნდა საერთოდ ხშენ ხმა გაგიგია ღამე? როგორ არ მაღვიძებს? როგორ ამოხრუჭებენ? კი, დილით უფრო ხშირად ვიდრე ღამე. ვიდრე ღამე, ხო და ნუ მნიშვნელობა ისე საინტერესოა 11-ის მერე რომ ლამდია ეგ. რა? დაჯარიმება. 7 საათამდე, დილის 7 საათამდე, ხო? ხო და ეგენი 6 საათზე გამოდიან. შესაბამისად და 12-ზე მიდიან. და როცა ამოხრუჭებენ, საშინელი ხმა არის მართლა. ნამდვილად. ჩემს თუნდაც აუგზავნა მათ დამოხრუჭება. სულ რო კაცის გატანაზე იყოს ლაპარაკი. ის ერთია. ჩვენ აუგზავნა. წარმომიდგენი ის კაცი რო არის და ეხლა რო ვიღაც რომ მოდის და იქ რო დგას და რო არჩევს და შვიდაც და გახარებული რომ კანონი არ დაარჩა. რა საკეთებ და კანონი ხოდავარ და მე რა მაგალითად ესე რომ გაიტანოს და ვიღაცამ რო იყვიროს რა გააკეთე და ამას უაჯარიმებო. ისე თქვა. და ეს კანონში რო არის. უბაში ხვარი ხომ რომ ყვირიან რაღაც ან ვიღაცას ეძახიან ან უბრალოდ ვიღაც ნასვამი არის მოსული და იქ დეციბელებში რო გითხრა მან დეციბელებზე უფრო რა არის იცი აი იმან ჩემი აზრით მან მარტო დეციბელებში არ უნდა იყოს მან უნდა იყოს წამებზეც რა აი მაგალითად ვიღაცამ წაიხმაურა 3 წამი 0-დან 3
წამამდე იხმაურა. გადააცილა 40. ნუ ეგ რა არის, ხო იცი, ძილი 3 წამში რა უნდა იყოს? ხო. ავოიე! 3 წამია, ხო? თუ 1 წამი. 0-დან 3-მდე ხო არის? 0-დან 3-მდე არის. ამაზე უფრო ცოტა უნდა იყოს ჩემი აზრით რა. აი, იმაზე უფრო მეტი უნდა იყოს მაგალითად, რომ მეზობლებო, გამოდით თქვენი დედა უნდა. ამაზე უფრო ნაკლები უნდა იყოს, უფრო ცოტა. აი, მაგალითად რო არის ვიღაცა რომელიც ამბობს რომ თქვენ ჩემზე რა უნდა თქვა ბიჭო თქვენ არ იყავით თელიუბანი რომ გააბოზეთ და ჩაუშვი თურქეთში რომ ბოზოეკო რა ვახარ ბიჭო ავი მეც ვარ ამე ამათი და აი ხო ხტე ეგეთი ტიპიც ნუ 25-ზე მეც წამს შესაბამისად უფრო ჯარიმა უნდა იზრდებოდეს ხო უნდა იზრდებოდეს შესაბამისად რა სად 3 წამი სად აბოიე მარტო და სად ეს ყველაფერი თან ხმაური რა თქმა უნდა ჯარიმდებოდა მაგრამ მე საერთოდ იცით ამით მე ძალიან კმაყოფილი ვარ რო ეს აიგზალა მაინც იმიტომ რომ ესენი კიდე ისე არ მაღიზიანებს თორემ აქ რაღაცა შეგუებული ხარ რომ აქეთ რა ყველაზე ძალიან აი შემაშინებელი არის ეს ხმაური როცა აბსოლუტური სიწყნარია უბანში ხდება ეგრეს ხანდა ხა ეგეთებიც ხდება ხოლმე რომ სიჩუმე არაფერი არ მოასწავლებს არაფერს არანაირი ჯარიმას და უცბად აი ამ სიწყნარიაში უცბად და აი ნუ კარი და რაღაცები რო თავში მოგდის უცბად რაც ასოცირების ხელშეკრულება რაღაც აი მაგდონალდს იმედები რომ ნუ არ ვიცი და რო ხდები რომ აი არ ვიცი არანაირი ასოცირების ხელშეკრულება არაფერს არ რა სისულელია 11-დან 7 საათამდე თუ არ შეიძლება ხმაური რა უნდა ქნან ადამიანებმა როგორ უნდა მოიქცნენ სექსის დროს ხო სამუშაო კაი როგორ უნდა მოიქცნენ როგორ უნდა ვიბასქნან შეიკავო როგორ და ისე როგორც იქნებიან ამ დროს როდესაც სამსახურში ჩუმად აქვთ ხოლმე სექსი ხო ცდილობენ არ იხმაურო ცდილობენ არ ვიცი აბა ეხლა როგორ წარმოგიდგენია შენ რომ შედის თქვა რა ქვია დივანი თავის უფროსთან რომელიც არ არის წესიერი კაცი არ არის ხო და უცბად გამოდის იქიდან აი ჩვეულებრივად ესე ფეხებზე კიდე ხმაურობენ ეგრე ხო არ ხდება ხო ესე ხდება ხოლმე შესაბამისად აქაც ეგრე უნდა იყოს რა არ უნდა იხმაურო აბა როგორ გინდა თან სექსი ქონე საქართველოში და თან იხმაურო სად არის იქნება ვიღაცას უღირს ნუ შეიძლება გიღირდეს იმ მომენტში აი ესე დადგე და აი ხანი ჩუმად იყო და ერთი ამისიც გადაიხადო ბიჭო მე მოყვები ისეთი ორგაზმი მქონა შენ თავს პიცა ვარ თუ 200 ლარიც არ გადამახადე რაღაც ახალი ჩელენჯი ვთქვათ მოვიფიქროთ ახალი ჩელენჯი იცი რა იყოს ოღონდ შენც იფიქრე მარტო მე მომაფიქრე. და თუ შეიძლება თქვენც თუ ვინმეს მოგვიდათ ეგ ჩელენჯი გითხარით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბიჭი აგერზის, არის ავტორი იმ ჩელენჯის, რომელზეც თქვენ ამდენი წელილი გამოვაგზავნეთ. მადლობა მას. თუ რამე მოგვიდათ, თავში გითხარი. კაი, მოვიფიქროთ. გეტყვი, მე ვფიქრობ, გამახსენდა, მაგაზე ვიფიქრე უკვე მანამდე და დავფიქრდი ეგეთ რამეზე, რომ საინტერესო იქნებოდა ეგეთი ჩელენჯი, რომ იყოს 10 ყველაზე უცნაური SMS-ი, რაც კი მოგსვრეთ ტელეფონზე. მაგზათი არ იყო. თუ 10 გებევრებათ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ ისეთი SMS-ი, რომელიც თქვათ მაგალითად სხვის ტელეფონში გინახავთ, ან უკვე უცნაურია შენ. ან სხვას მოუყოლია რა? ხო. შეგიძლია ერთ-ორი, შენ მოგსვლია რამე ისეთი უცნაური SMS-ი, ან ერთი გაიხსნა, ან ვიღაცას ხო, არა, მე ერთხელ მომივიდა ძალიან უცნაური ისტორია, რადიოდან დამირეკეს, არ ვიტყვი რომელი რადიოდან და არ ვიტყვი რა სქესი იყო ეს და მომდის ეგეთი SMS-ი რომ ისე რა ქვია თუ ჯერ ოღონდ სანამ SMS-ამდე წინაპირობა ეგეთი იყო რომ მირეკავს და მეუნება რომ ჩვენთან რადიოში ხო არ მოხვალთო რა და მე აუხსენე რომ მეთქი რაღაცა ნამნიშნულობა კრიტი დამთავრდა ეს ლაპარაკი ნახევარი საათის შემდეგ ძირითადად ის ლაპარაკობდა ხოლმე რაც არ უნდა უცნაური იყოს დავკიდე ყურმილი ჩავიწერე ამ რადიოს სახელი და ის რომ შემდეგში რომ დარეკავს ვიცოდე ვინც რეკავს და უცბად ნახევარ საათში მომდის ესეთი SMS-ი ამ საქმიანი ლაპარაკის მერე მინდი ხარ ხო გიშთებით რა მინდი ხარ მეც მეთქი რა მინდია ხო არ არის ვერ დავუშვი მე მიწერე რომ მეთქი ну მიწერე რომ მე ვთხარი უკაცრავად ხო შეგეშალა რაშია საქმე? ხო მე იქიდან მომწერეს რომ უკაცრავად ნომერი შემეშალა დავშვიდი ვთქვი ცოტა ხანში მიწერეს აი ხომ არ გიცნობთ მაგრამ მაინც მინდი ხარ ეს გზელდებოდა ერთი თვე სქეს კიდე არ ვიტყვი სქეს არ ვიტყვი მივხვდი არა ადამიანი ვერ მიხვდა ალბათ ამიტომ მიკითხარ ხო და ეს გზელდებოდა ერთი თვე ოღონ არ იფიქროთ რომ ჩვენ ერთი თვე ესეთ მიმოწერები ქონდა
უბრალოდ ერთი თვის განმავლობაში ყოველ კვირას SMS-ი მინდიხარ მოდიოდა. მე უპასუხოდ ტოვებდი იასნია. სარეკლამო SMS-ებიც ხშირად ძალიან უცნაურია ხოლმე. ღამის 3 საათზე რო გაღვიძებს რომელიღაცა ტექნიკის მაღაზიისგან გამოგზავნი რომ შეიძინეთ ახალი LCD მონიტორი სულ რაღაცა 397 ლარად. არა, მე არ მიყვარს. ხო, აი ახლა იწის პერიოდში იყო ხოლმე შეიძინე 2000 ლარის პროდუქცია და ჩვენ გჩუქნით სახლის ჩუსტებს. ისიც სასტიკოდ არ მოპარულია ხოლმე ძირითადად. ხო, ძირითადად ეგ არის, ერთჯერადები როა. ეგ. ხო, ეგეც ამაღაზიებია. ხო და რა ვიცი, მე მგონი აი არის შეგიძლია თუნდაც აი ეგეთი მაღაზიებიდან გამოგზავნილი რა თქმა უნდა. SMS-ები. მე ხშირად მომსვლია მანიკიური, პედიკიური, ახალი შემოვიდა და რაღაცები. მოკლედ ნებისმიერი SMS-ი, რასაც თქვენ ჩათვლით, რომ არის უცნაური, გამოვაგზავნეთ სად, მარი? კაცი რომელიც ლაპარაკობს ჩვენ სულ ლაპარაკობს ჩვენს Facebook page-ზე. კი ბატონო და ჩვენ ამას ნახავთ აუცილებლად გაგესაუბრებით ან მარი ან მე ან რომელიმე ჩვენი ადმინი და შევეცდებით რომ შემდეგ გადაცემაზე ამ თემაზეც ვილაპარაკოთ. კი აუცილებლად რაც გვექნება დაგროვილი ამას დავიკითხავთ. კი ჩვენ დავშერა მე სათქო. არა. ნამდვილად? კი. სად იყურებ მე გეკითხები? არა იმიტომ. დავშერა მე სათქო. არა. არა. დავშერა პერსონაჟი. ნამდვილად ხო? მე შეყველაფერი გითხარი უკვე. მეც ყველაფერი გითხარი. მოდი მაყურებელს დავამშვიდობოთ. დავამშვიდობოთ. აბა მიდი. ორივე მე სათქო. კარგად, ტაში.